თქვენს რომ პროფესორებს ახლა ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ, ამიტომ ბევრ ადგილას უწევთ მუშაობა. ჩვენ რომ ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, პროფესორს 10,000 ლარი ექნება ხელფასი, სამაგიეროდ ერთ ადგილას იმუშავებსო. და ეს რეალისტური მიზანია, გაკეთებადია? ისე როგორც ისინი ამას გვთავაზობენ, ეს არის არარეალისტური და ერთმა პროფესორმა დღეს რომ მიიღოს 10,000 ლარიანი ხელფასი, დაახლოებით მისი 8-9 კოლეგამ უნდა დატოვოს უნივერსიტეტი. ანუ ერთი პროფესორის ხელფასის ასეთი ზრდა თუ არსებული დაფინანსების სისტემა არ შეიცვალა და იგივე მოცულობით და როგორც ჩანს შემდგომი 2 წლის განმავლობაში მოცულობა დაფინანსების არ იცვლება, იმიტომ რომ კანონი დაგვაწიეს ახლა გზაში, რომელიც გრანტს ისევე ანგარიშობს, ხო? ეს ნიშნავს, რომ მე რომ მივიღო 10,000 ლარიანი ხელფასი, ჩემი 8 კოლეგა უნდა გააგდონ უნივერსიტეტიდან. დღეს პროფესორებს უნივერსიტეტებში აბრალებენ იმას, რომ ნაცების დროს ხართ შერჩეულები და ამიტომ არ ახართ კეთილსინდისიერებები და ბოლო 13 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში ჩატარდა ყველა აკადემიური კონკურსი, რა ის ნაცები? ესეთოთ რა დროს ნაცებია ამ შემთხვევაში? 13 წელი ამ სისტემის ფუნქციონირებას მართავდა, აკონტროლებდა და აფინანსებდა ქართული ოცნება. და ეხლა აღმოაჩინეს უცებრო თურმე ვერ მართავენ და თურმე ხარისხი არ ვარგა და თურმე რაღაცები გასაუმჯობესებელი არის. ეს სასაცილო არის უბრალოდ. აი მაგალითად თქვენს რომ აი მოდი ესე გავაკეთოთ რომ ესე იგი უმაღლესი კრიტერიუმი არის ციტირება. არ არის ყველა დარგში ესე. ხო? მაგრამ სადღაც შეიძლება იყოს პუბლიკაციის რაოდენობა და ციტირება იყოს შემდეგი. სადღაც შეიძლება იყოს ციტირება, ოღონდ ეს ციტირება უნდა განიხილებოდეს ძალიან სპეციფიკური კუთხით. ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრი ისინია, ესე იგი აკადემიური სფერო არის საკმაოდ მოქნილი, დიდი და საკმაოდ რთულია მასში გარკვევა, თუ არ ახარ შიგნით, რა. ამიტომ გარედან სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ხისტი კრიტერიუმის დადგენა მხოლოდ გააფუჭებს საქმეს. აი იცი როგორ ახლა თუ ეს მოხდა, გეტყვი როგორ იქნება. ჯერ ვიტყვი, მოდი ახლა ციტირება იყოს თავარი. მე აღმოაჩენა რომ მათამი ლოიალურ ადამიანებს ციტირება საერთოდ არ აქვს. მე და გააკეთებენ რაღაცა დაშვებას. და იტყვა რომ მოდი ხო ის არ აქვს, მაგრამ მოდი ისქნათ რომ მოდი ახლა იქნებ ციგნების გამოქვეყნება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. მე ნახავენ რომ კიდევ ვიღაცა ლოიალურებს ისე ციგნებიც არ აქვს და მე იტყვია რომ მოდი კაცო ის ხო არ იყოს, სხვა ხო არ გავაკეთოთ, ლექციების კითხვა ხო არ იყოს, მოდი რა და მე იტყვია მოდი აბა ლექციების კითხვის გამოცდილება რამდენი აქვს და ეს გავლილება ყველაფერი იყო კაცო რა. ისევ ესე მოხდება, ისევ უცოდინარები მოხდებიან ამ პროფესორების ადგილებზე და საბოლოოდ იქნება ისეთივე სერიოზული დაღმასვლა, რომელიც აიყო იმისი 30-იანი წლების შემდეგ საქართველოში.